ის ამერიკელებმა ხან აკრიტიკეს, ხან აქეს. პრეზიდენტი კი ძირითადად საზოგადოებისთვის მისი დადებითი თვისებების გაცნობით არის დაკავებული. არასდროს ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ამგვარს ოჯახურ ბიზნესად ექცა. არც იმას აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში, როგორც დოკუმენტურად დასტურდება, ადამიანების უფლებებს არღვევენ, სუბუქად რომ ვთქვათ. სააკაშვილი ასევე დუმს ამ ძმების პათოლოგიურ მისწრაფებებზე, რომელზეც ჩურჩულით ბედავენ საუბარს მათ მიერ დაზარალებული ოჯახის წევრები და მათი მამის პათოლოგიურ შიშზე, რომელმაც ზუგდიდელების მონაყოლით ის აიძულა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჭაგა ეთხარა. ეშინოდა მილის წყალში, ვინმეს საწამლავი არ ჩაეყარა და შიშზე, რომელმაც სახლიდან სამსახურამდე მას გვირაბიც კი გაათხრევინა უსაფრთხო გადაადგილებისთვის. სააკაშვილს არც იმის ახსნა უცდია, რატომ დადიან ამ ოჯახის წევრები ისეთი გაძლიერებული დაცვით, როგორიც პრეზიდენტსაც კი შეშურდება. რატომ აცარიელებენ ადამიანებისგან ყველა იმ თუნდაც სასადილო დაწესებულებას, სადაც ისინი შედიან. ვინ არიან ისინი და რა დამსახურებისთვის არათუ ინარჩუნებენ თანამდებობებს, არამედ აწინაურებენ კიდეც. ახალაიები ანატომიაში. სამეგრელოს ზემო სვანეთის რეგიონის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის ბატონი როლანდ ახალაია დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. მამა როლანდ ახალაია პატრიარქმა დააჯილდოვა. რატომ? ეს უწმინდესმა იცის. როლანდ ახალაია განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა, სამუშაო გამოცდილება, სამეგრელოს ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა, პროკურორი, ზუგდიდის სარაიონთაშორისო პროკურატურა, პროკურორის მოადგილე, ზუგდიდის პროკურატურა, პროკურორი, ზუგდიდის პროკურატურა, პროკურორის მოადგილე, ლანჩხუთის რაიონის პროკურატურა, სტაჟორი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს უფროსი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, გენერალური ინსპექციის მრჩეველი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შიდა კონტროლის სამსახურის შიდა გამოძიების მთავარი სამმართველოს მოკვლევის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს ზუგდიდის საქალაქო კომიტეტი, საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი, თბილისის საშენ მასალათა მომარაგება, გასაღების სამმართველო, დამხმარე მუშა, უცხოენები, რუსული. როლანდ ახალაია ის ერთადერთი პროკურორი იყო, რომელმაც რეფორმების გარეჟრაზე სააკაშვილს დაუჭირა მხარი და პროკურატურის კორუმპირებულობაზე ალაპარაკდა. თქმა იმისა, რომ შევარდნაძის ეპოქაში პროკურატურა სუფთად მუშაობდა, სამარცხვინოა, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და ალბათ როლანდ ახალაია იმ ადამიანთა სიაში შედის, ვიზეც ამაზე ნაკლებად ეთქმოდა სიტყვა. ისიც ცნობილია, რომ ახალაიამ რეფორმატორი სააკაშვილის მხარდაჭერით მაშინ საკუთარი სკამი გადაირჩინა და ისიც რომ თანამდებობიდან გათავისუფლებისგან ის სწორედ მიხეილ სააკაშვილმა იხსნა. ბაჩო ბაჩანა ახალაია დაიბადა 24 ოქტომბერს 1980 წელს ქალაქ ზუგდიდში. საქართველოს თავდაცვის მინისტრია 2009 წლის 28 აგვისტოდან. 2004 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2003-4 წლებში ასოციაცია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტის კოორდინატორი იყო. 2004-2005 წლებში სახალხო დამცველის მოადგილე სახალხო დამცველის ოფისში. 2005-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის უფროსი. 2008-2009 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 2009 წლის 28 აგვისტოდან დღემდე ის თავდაცვის მინისტრია. ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს. მიხეილ სააკაშვილი 2009 წლის 27 აგვისტო უშიშროების საბჭო. ახალაია არის მაღალი დონის ევროპული განათლება მიღებული კადრი, რომელსაც ბევრი მტერი ხავს. სასჯელ აღსრულების სისტემაში მუშაობისას ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან ბრძოლის გამო. დღეს ჩვენ ციხეს აღარ მართავს კანონიერი ქურდი და დღეს დანაშაული აღარ იმართება. ციხიდან აი ამ კაცმა გააკეთა ეს. მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და ვერ გავაკეთე. და გააკეთა ძალიან მკაცრი ზომების გადარების ხარჯზე და ჩვენ ვაპირებთ ასევე გავაგრძელოთ თავდაცვის სისტემაში მუშაობა. ბევრად მეტია გასაკეთებელი და ბევრად უფრო მეტად მკაცრი ხელია საჭირო თავდაცვის უწყებაში.
შეიძლება კომენტარი გაგვიკეთოთ. ხვალ იქნება კიდე აჯანყებების ეგ იქნება და მოიმზადეთ უფრო საინტერესო რაღაცებს გადაიღოთ. ეს არაფერი ეს დასაწყისი იყო. დიდი მადლობა. აქ იქნება ქუჩაში ისე რა. ყველგან. ომი დაიწყო რა, აი რა გააკეთა ახალაიამ ციხეში. 2006 წლის მარტში ციხეში ბუნდი მოხდა. ყოველ შემთხვევაში ასე თქვა ხელისუფალმა. ახალაია შენი ოჯახია, ახალაია შეგალებოდა. ჩვენება. ამონარიდი მსჯავრდებული გია ფაცურიას ჩვენებიდან. ბოლო 1 წელია რაც სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ნომერ 1 დაწესებულებაში ვიმყოფები. აქაურ პირობებზე ქვემოთ მოგახსენებთ. უპირველესად მოგითხრობთ ჩემი პატიმრობის ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდზე. 30 იანვარს ღამე ავტომატის ჯერმა გამაღვიძა. რამდენიმე ავტომატი შეუჩერებლი ვისროდა. ვიფიქრე, ან მასობრივი გაქცევა, ან გარედან თავდასხმა კოლონიაზე. როგორც აღმოჩნდა, სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ბატონი ბაჩანა ახალაია 20-25 ნიღბიან ავტომატით შეერაღებულ სპეცნაზელის თანხლებით შემოვიდნენ კოლონიის საცხოვრებელ ზონაში, ეგრეთ წოდებული მაყურებლების წასაყვანად. 2 საათზე მეტი ხანი გაუთავებელი სროლა იყო. რამდენიმე საცხოვრებელი ოთახით დარბეული, ასობით პატიმარი ნაცემი იმღამეს და მეორე დღეს, როდესაც 7 საათზე, ჩვეული 9 საათის ნაცვლად ეგრეთ წოდებული შემოწმება ჩაგვიტარეს. გასათვალისწინებელია, რომ 2 კვირით ადრე ამ ფაქტამდე სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის და პრობლემების გარეშე წაიყვანეს აქედან ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები. ამიტომ ვთვლი, რომ ღამის სადამსჯელო აქცია პატიმრების დასაშინებლად და მორალურად გათელვისთვის იყო დაგეგმილი. ეს იყო პატიმრობის წინააღმდეგ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის პროვოკაციული გამოყენების სერიოზული პირველი ფაქტი. ამ ფაქტს სუსტი და არაადეკვატური გამოხმაურება მოხდა. დაუსჯელობამ გააბედინა სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შემდეგი პროვოკაცია, რაც ეგრეთ წოდებული ციხის 27 მარტის პუნქტად შეფასდა. $2006 წლის 30 იანვარი იყო. დაახლოებით 12 საათი ან პირველის ნახევარი, რომ დავწექი. ბარაკში ვიყავი და დავიძინა, სიზმარს ხედავდი. იმ მომენტში მაღვიძებენ და მითხრეს სპეცნაზია შემოსულიო და გამოდით შემოწმებაზეო. მე ვუთხარი, ასვაბეჯდენიე მაქვს მეთქრი, მაგრამ ქვევით ჩავედი. ნინდო და გასვლა და ვიფიქრე, ბარემ ვნახავ რა ხდება მეთქი. 400-500 კაცი იყო თავმოღრილი ეზოში, სადაც ამოწმებდნენ. იქით გადაიყვანეს. მე შევედი საჭირო ოთახში. ამბობდნენ შემოწმება უნდა იყოსო. 15 წელიწადზე ვარ და არ მინახავს ესეთი რამე. ჩხრეკას დილით ატარებენ ხოლმე. ბაჩოს ხმა გავიგე. 4 პატიმრის გვარი დაასახელა. მაღლაკელიძე და სხვების გამო ვატარებ ჩხრეკასო. რომ დაასახელა წაიყვანეს ადმინისტრაციაში ეს 4 კაცი. შემდეგ გამოუშვეს, ჩავწექი ისევ. ამ დროს სპეცნაზმა მითხრა, რაც გეხარ მოდი და დამეხმარეო. მე ვუთხარი ცუდად ვარ და თვითონ კარგად მუშაობენ მეთქი. მათ მითხრეს, რაც გვედლეკინებიო. მელაძემ დაუძახა, ავადმყოფი ბიჭია და თავი დაანაბეთო. სპეცნაზელმა კურტკაში დამიჭირა ხელი და მომარტყა ყბაში. დროზე შედი, შემომყვა ბარაკში. მე შევედი ბარაკში და კიბეებზე მცემა. ერთი ნაბიჯი იყო ბარაკამდე, ყვიროდნენ დაწეკით, თორემ დაგცხრილავთო. მე შევედი ოთახში და ავიღე ბრიტვა და თუ სისხლი გინდათ, აი მეთქი და დავისვი. ვუთხარი, მოდით დალიეთ მეთქი. სპეცნაზის თანამშრომლები უკან მოდიოდნენ სროლით. ხალხმა დაიწყო გინება. ისინი ბარაკებში კედლებზე ისროდნენ. მე დამემიზნა ბაჩუ ახალაიამ მაკაროვი. მესროლა და გვერდზე მდგომი დაიჭრა. გათენდა დილის 8 საათისთვის. სოკოსთან ბაჩუ ახალაია იდგა და შამპანიურს სვამდა. ბაჩუ ახალაიამ შეაშინა პატიმრები. ხალხს დასცინა და როგორ დაგიმტკიცოთ სიმართლე, მე იმ დროს დასერილი ვიყავი. დახმარება არავინ აღმოგვიჩინა. მე იმას ვეხმარებოდი დაჭრილი რომელიც იყო. ექიმის შემოუშვითო ბიჭების თხოვდნენ. 8 საათზე შემოვიდნენ სპეცნაზელები. ვიროდნენ გამოდითო და ეხლა ივაშკაცეთ თქვენი დედაო. ჩემზე თქვეს, ეგ იყო რომ გადაიჭრაო. მელაძე მოთხრა, არ დაარტყა მუცელში ავადმყოფიაო. კარიდორი გააკეთეს და ყველას ურტყავდნენ დუბინგებს. ბიჭი იყო ავადმყოფის სულ ნაცემი, დასისხლიანებული. კამერით იყვნენ დეპარტამენტის ჟურნალისტები, მაგრამ ნაცემს არ იღებდნენ, შენობას იღებდნენ. ჩვენ რომ შეგვიყვანეს შესამოწმებელ ეზოში ერთი პატარა ბიჭი იყო, ვერ დგებოდა, აწიეს და ცემით ჩაიყვანეს. ყვიროდით ნუკლავთ. ერთმა ამოიღო იარაღი და რეზინის ტყუები გვესროლა. დგევართ არ გადის 5 წუთი და 25-30 კაციანი სია მოიკითხეს გვარებით. მერე უკვე კორიდორი გააკეთეს და გვარების მიხედვით სათითაოდ გაგვიყვანეს. ამ 25 კაცში ჩვენ 5-ნიც ვიყავით. რომ გამოგვიყვანეს, ეს იყო რომ გადაიჭრაო. მერე მელაძემ თქვა, ხელი არ ახლოთო.
პატიმარი გრიგორიანი ბაჩუ ახალაიას მოადგილემ კახამ სცემა. ჩამოვიდა კახა იმ დილას რომ გამოგვიყვანეს. რა გვარი ხარო? უპასუხე მანუკიანი მეთქი. დავიდა გრიგორიანისკენ და ჰკითხა გვარი. კახამ შეაფურთხა და აგინებდა. მერე გრიგორიანმაც შეაგინა და შეაფურთხა. სპეცნაზი და კახა შესგნენ და სცემეს. გრიგორიანი გაითიშა. 65 კაცის თვალწინ მოხდა. ნელ-ნელა მოყავდათ ხალხი და ჯერ დაახლოებით 10 კაცი ვიყავით. მერე მოვგროვდით 25. მინდოდა გადავფარებოდი გრიგორიანს და ფეხი დამიცურდა. იარაღის ლულა მომიშვირა და მითხრა ლიკვიდირებულები იქნებით თუ გაინძრევითო. გრიგორიანს რომ დაარტყა ჩაიკეცა. მივხვდი რომ ხერხემალი დაუზიანდა. ბიჭებს უნდოდათ აწევა და მევუთხარი დაზიანებული ექნება ხერხემალი მეთქი. მათ ეგონათ რომ სიმულანტობდა და კიდევ ამცირებდნენ. შემდეგ კარცერში შეგვიყვანეს 3 საათის მერე წაგვიყვანეს მანქანით. გრიგორიანი და ერთი დაჭრილი რეზბალინცაზე მიიყვანეს. მოდის ჩემთან სპეცნაზელი ბადი აქვს მუცელში არ დაარტყათო, სხვებს უთხრა. იმათ ფეხებში ხო შეიძლებაო და ფეხებში მირტყეს. მერე სპეცნაზი შეიცვალა. ტელეფონში გამოვიდა ახალაია და ჩემზე ეკითხა, ეს რას დგასო? ამან მაგინაო და წამოვიდა ჩემსკენ დასარტყმელად. სპეცნაზელმა ახალაია გააჩერა. ბოდიშით ბატონო ბაჩო, ბადი აქვს მუცელშიო. მერე მე მითხრა, ნუ გეშინიო. ბაჩომ წასვლის წინ ექიმს დაუბარა, ერთი თვე მათი კამერა არ ვნახო გაღებულიო და ექიმიც მაქსიმუმ 2 კვირაში ერთხელ შემოდიოდა. ახალაია მთვრალი იყო, ბარაკებში შედიოდა, რატომ არ გძინავდა? სხვა განსაჩილებმა დაადასტურეს გამცხამდობლის ჩვენება. თავენ ჩვენებებში ისინი ადასტურებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა სცემეს. ერთ-ერთმა განსაჩილმა არამაის გრიგორიანმა 2006 წლის 6 დეკემბერს სასამართლო პროცესზე მისცა ჩვენება. გრიგორიანი განმარტავს, რომ მათთან დაახლოებით ღამის 3 საათზე შევიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის მთვრალი თანამშრომლები, რომლებიც იგინებოდნენ მსჯავრდებულების მისამართით. გრიგორიანი განმარტავს, რომ გამცხადებელი ტუალეტში იყო გასული, საიდანაც იგი გასისხლიანებული დაბრუნდა, რის შემდეგაც აიღო სამართებელი და გადაიჭრა ვენები და მუცელი. ამ დროს ატყდა სროლა. განსხვავებით სადის თანამშრომლების ჩვენებებისგან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გაისროლეს თავდაცვის მიზნით. აპელანტი გრიგორიანი ამბობს, რომ ამ დროს ატყდა სროლა. თავიდან არ იყო ძლიერი სროლა. მერე უკვე ჯერით ისროდნენ ყველგან. საქმეში არის მსჯავრდებულების პოღოსიანის, ფაცურიას, ოქრუაშვილის ახსნა განმარტებები დაწერილი სახალხო დამცველის სახელზე, რომლებიც ადასტურებენ განსასჯელის ჩვენებებს. ჯერ კამერაში რა სიგნალი არის გადაწოლა. ოფიციალურად 7 გარდაცვლილი პატიმარი, არაოფიციალურად მსჯავრდებულები გაცილებით დიდ მსხვერპლზე საუბრობდნენ. შეკითხვაზე კი ვინ ვის მოუწყო პროვოკაცია, მხოლოდ საზოგადოების ნაწილის მხრიდან იქნა პასუხგაცემული. ეს მხოლოდ ნაწილია ბაჩო, იგივე ბაჩანა ახალაიას ბიოგრაფიიდან. კონკრეტული ადამიანები ვიცი, ვის გვარს და სახელს ბუნებრივია, ხა არ დავასახელებ მათი უსაფრთხოების გამო. ვინც ბაჩუ ახალაიამ აწამა თავისი ხელით. ჩადიოდა ღამე მთვრალი, შედიოდა ციხეში, თქვენ იცით რომ მაშინ ეს ძველი ციხე იყო, გვერდზე იყო ის საჯარასულების დეპარტამენტი და საუკეთესო ასე ვთქვათ ტრადიციები ბოლშევიკური, როდესაც ღამე ხდებოდა იმ პატიმრების წამება და იმ პატიმრების ცემა, ვინც ასე ვთქვათ არ ტყდებოდა, ვინც არ ყვებოდა მათ და ვისაც ასე თუ ისე ღირსება ჰქონდა შენარჩუნებული. ცელოფანების თავზე ჩამოცმევა, ადამიანების უმოწყალო ცემა, პირადი შემსრულებელი იყო ამის ბაჩუ ახალაია, ამის არაერთი ფაქტი არის ცნობილი და გვარებიც ვიცი და სახელებიც ვინც იყვნენ ამ წამების მსხვერპლები. რაც შეეხება დავით დათა ახალაიას, ის ოფიციალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა შორის არ ირიცხება და არც მისი ოფიციალური ბიოგრაფია მოიპოვება სადმე. თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, კონფიდენციალური წყაროებიდან დავით ახალაიას მერაბიშვილის უწყება მალავს. ერიდებიან მის გამოჩენას ყველაზე მნიშვნელოვანი სპეცოპერაციების დროსაც კი. მიზეზად კი ახალაიას ახალ მისწრაფებას, კოკაინს ასახელებენ. დათა ახალაია ვარდების რევოლუციამდე ხან ქიბარ-ხალვაშს თხოვდა მაკდონალდსის ფულს და ხანაც ყავას ატარებდა მომიტინგეებთან. რის შესახებაც ხალვაშმა რამდენიმე ინტერვიუში ისაუბრა. რევოლუციიდან მალევე დათას საკუთარ გუნდთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც ძირითადად ნაცმოძრაობის ზონდერები შედიოდნენ, უშიშროების სამინისტროში გამოჩნდა. პირველად კი ჩინოვნიკი დათა საზოგადოებამ ტაძრის ეზოში ნახა. საქართველოს უახლესი ისტორია მზილით აღებული ეკლესიის ამბით იწყება.
მერე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ახალაიას შესახებ კი მისივე უწყების ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა არჩია გლოღება. დატა უშიშროებაში მიშამ მოიყვანა თავის ზონდერებთან ერთად. ერთხელ ერთი ადამიანის წამების ფაქტის შემთხვევით ვნახე ფირზე, რომელიც ტექნიკურ განყოფილებას შეიდო. მე ამ ფირის გამოყენება მინდოდა და ჯერ შევამოწმე რამე მნიშვნელოვანი არ წამეშალა. სწორედ მაშინ ვნახე ის, რასაც ახლა მოგიყვებით. ვიღაც ახალგაზრდა კაცი დააკავეს, მანქანა დაუშალეს, მაგრამ წამალი მაინც ვერ უპოვეს. ამის შემდეგ 3 ლიტრიანი ქილით წყალი დაალევინეს, სათლში გული აარევინეს, თვითონვე ხელი ჩააყოფინეს და ვითომ ნარკოტიკის მოსაძებნად მონელებული საჭმლის ნარჩენები ხელით ამოაღებინეს. ეს 2004 წელს ხდებოდა. ამ ყველაფერს დათას მითითებით აკეთებდნენ. მე ეს ვიდეო მასალა გიგი უგულავას მიუტანე და ვუთხარი. ან ამ პათოლოგს გააჩერებთ, ან მეწავალ აქედან თქო. დამთავრდა იმით, რომ მე იქ აღარ ვარ, მაგრამ ის ფირი გადაღებული უგულავამ კარგად შეინახა. ველოდები სასაფლაოზე კი არ მინდა ასვლა დიანა, არ მინდა სასაფლაოზე ძალით მივყევარ ხალხს. მამა უდროა, არ შეიძლება უნდა იარო, არ დავდივარ სასაფლაოზე ძალიან იშვიათად, არა მაგმე საქმე სასაფლაოზე. 2006 წელი სანდრო გირგულიანის მკვლელობა და მასთან ახალაიას კავშირის საზოგადოების გარდა ალბათ თავად ახალაიასაც კარგად ახსოვს. კუდის უფროსი მაშინ სასამართლომ დაკითხა და ფორმალურად ის თანამდებობასაც ჩამოაშორეს, თუმცა ფაქტობრივად ახალაია დღემდე უწყებაშია. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაირკვა, რომ ამას თავის მიზეზი ჰქონდა. მინდა გითხრა და პირველად ვიძახი ამას. არავისთვის არ მითქვი აქამდე. ეს ადამიანები გარეული არიან ჟვანიას მკვლელობაში. ეს კვალი, ეს ადამიანები მელნიკოვის ჩათვლით არიან გარეული ჟვანიას მკვლელობაში. როგორ ამას დაადგენს გამოძიება, მაგრამ კვალი მიდის მათ დაბო. დატა ახალაია ღიად შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში აღარ ფიგურირებს. ბოლო პერიოდში საზოგადოებას ირაკლი ოქრუაშვილმა შეახსენა. მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლესთან, თაკო სალაღაიასთან და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანთან, იგივე გლობუსასთან ერთად პარიზში მყოფი დატა სასტუმროს ტუალეტში ოქრუაშვილმა სცემა. თავად ახალაიას ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ მერაბიშვილის უწყება ამ ამბავს უარყოფდა. ახალაიების ბიზნესთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობების მოძიება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა ისევე როგორც ყველაზე აქაც არსებობს ინფორმაცია და ეს სხვა გადაცემის თემაა. მაგრამ საინტერესოა სააკაშვილის, მერაბიშვილის ან თუნდაც ადეიშვილის დამოკიდებულება საკუთარი მმართველობის წარმომადგენლების მიმართ. მათ ყველაფრის უფლება აქვთ. სიცოცხლის უფლება, რომელიც სხვას წაართვეს, ბიზნესის კეთების უფლება, რომელიც ასევე სხვას ეკუთვნოდა. თუნდაც ჩადენილი დანაშაულისთვის მისჯილის სასჯელის ადამიანურ პირობებში მოხდის უფლება. თავისუფლად ცხოვრების უფლებაც მხოლოდ მათ ეკუთვნით. შეცდომებიც მათია და ამ შეცდომებიდან ერთ-ერთი საბედისწერო გახდა. მოყლა არ გვინდოდაო, 14 ჭრილობას კაც რო აყენებ შეიძლება ითქვა რომ მოყლა არ მინდოდაო, ხო უნდა გააგიჟდე ხალხო, ხო უნდა გადაირიო. ყველაზე ბედნიერი რომ ვიყავი, მაშინ მომკლეს მე, მაშინ. ხალხო. უბედნიერი ყველაფერს რომ მივაღწიე, სანდრო კაცი გამიზარდა და მაშინ